ეს არის დღის ამბები 10-ზე, მე ვარ ლუკა ხაჩიძე. ჩვენი ოჯახის წევრი ლევან ჩხაიძე უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ. ქაშვეთის ეკლესიაში, საიდანაც ლევანი გამოასვენეს, დილიდან იკრიბებოდნენ მისი კოლეგები, რესპონდენტები, მაყურებლები და მეგობრები. ოჯახის წევრებთან ერთად სწორედ მეგობრებმა გააცილეს უკანასკნელ გზაზე ჯაკო, რომელიც ძალიან დატვირთული პროფესიული საქმიანობის მიუხედავად ყოველთვის ახერხებდა ყოფილიყო საყვარელი ადამიანების გვერდით. რესპონდენტებისათვის ის იყო პროფესიონალი ჟურნალისტი, რომელიც სწორი ღირებულებების მხარეს იდგა. ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში 21 იანვარს გარდაიცვალა. ლევან ჩხაიძის კარიერა რადიო ჯაკოში დაიწყო. სწორედ ამიტომ ჰქონდა მას მეტსახელი ჯაკო. კარიერის მანძილზე ლევანი მუშაობდა თითქმის ყველა ცხელწერტილში. მაყურებელს მოვლენათა ეპიცენტრიდან უყვებოდა ყველა მნიშვნელოვან ამბავს. მაყურებელს კარგად ახსოვს ლევანი უკრაინაში, რომელიც საბრძოლო მოქმედებებს აშუქებდა. როგორი იყო ჯაკო კადრს მიღმა. ლევანი დღეს უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებთან ერთად მეგობრებმა გააცილეს. 1-2-3 გიო 1-2-3 კი, წამოდით, მოდიოთ. ამოდიოთ. ეს იყო განცხადება, რომელიც ბექა წიქარიშვილმა გააკეთა, მან მიმართა. ლევანი იყო ჩემი მეგობარი 15 წელი და სანამ ვიქნები ცოცხალი, ის იქნება ჩემი მეგობარი. აბსოლუტურად ყველა პუნქტში, ყველა ნაწილში, ყველა სიტუაციაში, ყველა მიმართულებით იყო იდეალური, იყო უნიჭიერესი ჟურნალისტი, იყო არაჩვეულებრივი მეგობარი. იყო ჩვენი პირველი მერცხალი, ჩვენი რადიოს ერთ-ერთი პირველი გაზეთი. უნიჭიერესი ბიჭი იყო და მას სხვა მწვერვალები უნდა დაეყო. ხოლ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. ყურში ბზიკი შემიფრინდა მაინდა-მაინც. რო დავიწყე, მაშინ შემიფრინდა. ლევანი იყო ის ადამიანი, რომელსაც არასოდეს არავისთან არაფერი არ შეშლია და ძალიან მიჭირს საერთოდ იმაზე საუბარი, რომ ლევანი აღარ არის. ალბათ არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ დღეს კიევი ცხოვრობს ჩემპიონთა ლიგის ფინალით და ეს ქალაქში დილიდან იგრძნობა. იმედის კვირის გადამღები ჯგუფი მარიუპოლთან ახლოს უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ სოფელში შესვლას სამხედროების მცირე ჯგუფთან ერთად ვცდილობდით. როგორც განცხადებაში არის ნათქვამი, თუ დროულად არ იქნებიან გათავისუფლებული პოლიციელები, მოხდება ამ შენობის შტურმით აღება. უთხიანი ძებნის შემდეგ სწორედ ამ ადგილზე მიაკვლიეს სამ ორმოს, სადაც ინახებოდა საბრძოლო მასალა. ძალიან მეყვარს და სადაც არ უნდა იყოს, სულ მეყვარება და სულ ჩემი მეგობარი იქნება. ერთად ხშირად გარდა სამსახურისა, ხშირად ვიყავით ერთად ხან, გასასვენებლად მივდიოდით და იმდენ რამე მახსენდება, იმდენი რამე, რომ დაუჯერებელია, ვერ ვიჯერებ ესეთ რაღაცას. ეგეთი კეთილშობილი ადამიანები დღეს ძალიან ცოტა მეგულება. ყველაზე მზრუნველი მეგობარი იყო და ჩვენთვის მეგობრებისთვის დღევანდელი დღე არის განსაკუთრებულად რთული. ძალიან დაგვაკვირდება ჯაკო. გამარჯობა, თქვენ უყურებთ დღის ამბებს 4 საათზე, რომელსაც თავდაპირველის გუნდი და ლევან ჩხაიძე წარმოგიდგენ. როგორც ჩანს, ღმერთმა ინება, რომ
კიდევ უფრო მაღალ მწვერვალზე აეყვანა. ამ ნაწილში, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, მოიხსნა, ეს არის როტაცია. მე არ ვიცი, როგორ შეიძლება რა ცხოვრება გავაგრძელოთ მისმა მეგობრებმა ჯაკოს გარეშე, იმიტომ რომ ეს იყო ადამიანი, რომელსაც სიცოცხლე შემოქონდა, რომელსაც იმედი შემოქონდა, რომელსაც უდიდესი სიყვარული შემოქონდა ჩვენ ცხოვრებაში. ადამიანი რომელსაც დავპირდი რომ მე ჩემს სამოქალაქო ბრძოლებს სულ გავაგრძელებდი და ჩემს ყველა ბრძოლას მის სახელი არ მივადგინდა. მადლობა და მომინატრები მეგობარი. ლევან ჩხაიძის ოჯახს მიუსამძიმრეს მისმა რესპონდენტებმა, პრეზიდენტმა, მთავრობის წევრებმა, უმრავლესობის და უმცირესობის დეპუტატებმა ლევან ჩხაიძის ხსოვნას პატივი მიაგეს. დიდი ტრაგედია არის, რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი ახალგაზრდა, ასეთი მაღალი პროფესიონალი გვტოვებს. რაც არ უნდა მწვავე ყოფილიყო დებატი ან საუბარი, დიალოგი და მწვავე კითხვა მისგან ყოველთვის მოდიოდა დიდი ადამიანურობა და დიდი სითბო. მას არ მიმართავდი ჯაკოთი, როგორც ძალიან ბევრი ადამიანი დიდი სიყვარულით იხსენიებს მას. ის ჩემთვის იყო ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე, საუკეთესო ჟურნალისტი, ჩემთვის ყოველთვის ძალიან კომფორტული და სასიამოვნო იყო მასთან ურთიერთობა. სულ ფიქრობდა რესპონდენტზე, რომ რესპონდენტს ეგზავნა კომფორტულად თავი მასთან გადაცემაში. მე არ ვიცნობ არც ერთ ადამიანს, რომ ასე ცუდი ეთქვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სამწუხაროა. თქვენი კოლექტივისთვის არის ძალიან დიდი დანაკლისი და თქვენ მოგიწევთ ისწავლოთ მის გარეშე ცხოვრება. დავკარგეთ შესანიშნავი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, რომელიც არასოდეს არ უშინდებოდა სიძნელეებს. მე იშვიათად ვინახავს გავსი ანუ მხოლოდ ჟურნალისტი არა ადამიანის ცხოვრებაში, რომელსაც ჰქონდა ეს ნიჭი, რომ ის გარშემო ყველა გაიხალისებინა და ყველასთვის მიეცა რაღაცა სიკეთე და პოზიტივი. ეს იყო განსაკუთრებულად კარგი ადამიანი, რომელსაც ნამდვილად ვიცი, რომ ადარდებდა როგორ ქვეყანაში ვიცხოვრობდით ყველა ჩვენ. ძალიან ხშირად გვიწევდა სწორედ აი ამ რუსთაველის გამზირზე ერთმანეთთან შეხვედრა, როდესაც ლევანი აშუქებდა სხვადასხვა აქციებს, რომელშიც მონაწილეობდით. ლევანი იყო და ძალიან რთული ასე წარსულში საუბარი მასაც. ერთ-ერთი მართლა გამორჩეული წამყვანი. ლევანი მე უკვე მიმართა ჩემს პირად მეგობრად, გამიათმაგა და გამიასმაგა ეს პირველი რატვილის შემოშოხოთ. წოხარება არის მთელი ქვეყნისთვის, ჩვენთვის მართალია ძალიან ტკივაგული.
ჯაკოს ხსოვნას პატივი მიაგეს პირველი არხის ეთერში. საქართველოს ვარსკვლავის პირველი ლაივ კონცერტი წუთიერი დუმილით დაიწყო. ჩხაიძის გარდაცვალებას და მინდა სამძიმარი პირველი არხის სახელით, საქართველოს ვარსკვლავის სახელით უთხრა მის ოჯახს, მის კოლეგებს, მეგობრებს, ყველას, ვინც ის გულთან ახლოს მიიტანა ეს ტრაგედია და აი პირველი არხის და საქართველოს ვარსკვლავიც ნამდვილად გულწრფელად ამ დღეს, როდესაც ესეთი მძიმე წუთებია სატელევიზიო ეთერში ამის გაჟღერების გარეშე არ გვინდა რომ დავიწყოთ ეს საღამო. მე ყველას გთხოვთ რომ ფეხზე წამოვდგეთ და წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას. Gmadlobt. Gmadlobt. დღის სხვა თემებით ვაგრძელებთ გამოშვებას. სასამართლოს თემაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც ჯანეზაშვილმა და დოლიძემ პროტესტის ნიშნად დატოვეს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით პრინციპების დონეზე ისაუბრეს. საკანონმდებლო დონეზე ცვლილებები კი კობახიძემ შემდგომი სხდომისათვის დაანონსა. საბჭოს არამოსამართლე წევრებისათვის კრიტერიუმებზე მსჯელობა იმ მოსამართლეებთან ერთად, რომლებმაც სწორედ კრიტერიუმებისა და კონკურსის გარეშე შედგენილ სიას მხარი დაუჭირეს მიუღებელია. ფორმატის გადახედვას ითხოვს ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველოც. შეხვედრა შეხვედრისთვის 6-საათიანი დისკუსია საპარლამენტო და სასამართლო ხელისუფლებებს შორის კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების შესახებ მსჯელობისას სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი მხოლოდ ფუნდამენტურ პრინციპებზე შეთანხმდა. როგორ და რა წესით შეარჩევენ უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეებს, ეს ჯერ თავადაც არ იციან. რეალურად იყო საუბარი ყველა დეტალზე, რომელიც პრინციპული მნიშვნელობისაა, დაწყებული იმით, თუ რამდენად უნდა იყოს ღია ეს კონკურსი, რომელიც გამოცხადება, შემდეგ როგორ უნდა იყოს პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, როგორ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება საბჭოს მიერ, როგორ უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი შემდეგ პარლამენტში, რამდენი კანდიდატი, როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი, ამ ყველაფერზე ქონდა ჩვენ საუბარი. დღეს ბუნებრივია გადაწყვეტილებებს ვერ გამოვაცხადებთ. გაუზიარეთ პოზიციები ერთმანეთს იმ ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის პროცედურას. ნებისმიერი აზრი არის პატივსაცემი, შესაბამისად ნებისმიერი აზრი, რომელიც ფიქსირდება ჩემი კოლეგის მხრიდან, შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი. ვიდრე პროცესში მონაწილე ყველა მხარე მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს კანონპროექტში გაწერს, საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი მოსამართლეთა უვადო დანიშვნის შეჩერებას მოითხოვს. გარდა ამისა, ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებული შემადგენლობა უნდა დაიშალოს. თუ იუსტიციის საბჭო ამას თავისით არ გააკეთეს, ბუნებრივია ჩვენ შევთავაზებთ პარლამენტს იმ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც უკვე მოუწევს იუსტიციის საბჭოს უკვე საკანონმდებლობას დაექვემდებაროს. ესენი როგორ არიან, იცი თუ ნახავენ რომ თავიანთი კაცია, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, მაგრამ ესე მათი თავები ესე მუშაობს. თქვა 3 წელი დარჩა კიდე ვადა, 4 წელი დარჩა თუ 5 წელი აღარ აქვს მნიშვნელობას. პირდაპირ შემოაქვს და ამტკიცებენ უვადოდ. 6-საათიან შეხვედრას არჩაულია ხმაურის გარეშე. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა სამუშაო ჯგუფის არსებული შემადგენლობა გააპროტესტეს. მათი გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ კრიტერიუმებზე მსჯელობა მათ უწევდათ იმ მოსამართლეებთან, ვინც სადავო სიის ათეულში იყვნენ. ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადეს, რომ ეგრეთ წოდებულ კლანის წევრებთან კრიტერიუმებზე ვერ იმსჯელებდნენ და დარბაზი დატოვეს. ეს არის უბრალოდ ამ პროცესისთვის დემოკრატიულობის ელფერის მინიჭების საშუალება. რაც არ უნდა ვთქვათ იქ, მაინც აისახება ისტაბლიშმენტის
ირაკლი კობახიძის და მოსამართლეთა ჯგუფის მოსაზრებები. ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი ბიმსჯელო პროცედურებზე იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც იყვნენ სიაში და რომლებიც დათანხმდნენ იმ პროცესს, რომელსაც პროცესი საერთოდ არ ქვია. ან შეიქმნას ფორმატი და კომპოზიცია, შემადგენლობა ისეთი, რომელიც იქნება სამართლიანი და რომელზეც კითხვებიდან დობა იქნება მაღალი და კითხვები არ ექნება, ან ჩემს ჯგუფში ყოფნის აზრი არ აქვს. სამუშაო ჯგუფის ფორმატი პროტესტის საგანი გახდა შეხვედრაზე დამსწრე საპარლამენტო ოპოზიციისთვისაც. ნაციონალურმა მოძრაობამ შეხვედრის მონაწილეები მურუსიძეებად მოიხსენია და სხდომა დატოვა. ფორმატის ცვლილებას მოითხოვს ევროპული საქართველოც. პარტიაში ამბობენ, რომ ჯგუფის დაკომპლექტება კვოტირებით უნდა მოხდეს და არსებული შემადგენლობა შემცირდეს. მათში გაღიზიანება ლევან მურუსიძის როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის დასწრებამ გამოიწვია. მე არ ვთვლი, რომ შესაძლებელია ნებისმიერ საგნობრივ დისკუსიაში შესვლა კრებსით მურუსიძესთან და ასეთია რეალურად დღევანდელი ამ სხდომის შემადგენლობა და შესაბამისად თუ არ შეიცვლება ფორმატი და დღეს დაყენებული იქნა ძალიან კონკრეტული წინადადებები იმასთან დაკავშირებით თუ როგორი უნდა იყოს რეალურად ფორმატი, რომელსაც რაიმე კონკრეტულ შედეგამდე მისვლა სურს, მაშინ ჩვენ უბრალოდ იქ მონაწილეობის ვერანაირ აზრს ვერ ვხედავთ. არასამთავრობო სექტორიდან ესწრება შეხვედრას ლევან მურუსიძე, მოსამართლეთა ასოციაციის სახელით და ეს არ არის ფორმატი, სადაც ჩვენ ვხედავთ რამე აზრს, რომ რეალურად განვიხილოთ რაიმე საქმიანი წინადადებები, ამიტომ უნდობლი შეთავაზება გვაქვს, რომ კვოტები განისაზღვროს. ეს ჯგუფი, მე როგორც უყურებ, არის თავის დროზე ჩამოყალიბებული იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს აჩვენონ, რომ თითქოს რაღაც რეფორმებს ახორციელებენ და ივხედავთ რა შედეგებიც აქვს ამ რეფორმებს. საზოგადოების სხვადასხვა სფეროს მიერ დაწუნებული მოსამართლეების შეხვედრის დასრულების შემდეგ ამბობენ, რომ კრიტერიუმების ჩამონათვალი შესაძლოა გაიზარდოს. ფიქრობენ, რომ უვადოდ დანიშნვის გადავადება კანონმდებლობას არ შეესაბამება. უჭერთ პასუხი კითხვაზე, ელიან თუ არა საკუთარ თავს ახალ სიაში, თუმცა პროცესებს დადებითად აფასებენ. კეთილსინდისიერება ზოგადი ცნებაა, თუმცა კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის დეტალური, ესე ვთქვათ, განმარტება მოცემული არის საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში. ეს არის ალბათ ძირითადი კრიტერიუმები, რომელიც უნდა არსებობდეს მოსამართლისთვის, თუმცა უზენაესი სასამართლოსთვის არ არის გამორიცხული იყოს კიდევ დამატებით რაიმე კრიტერიუმები. იროვნულად მე საკუთარ შესაძლებლობებს, საკუთარ ბექგრაუნდს, საკუთარ ასე ვთქვათ ნებას მე თვითონ შევადარებ იმ კრიტერიუმებთან, რომელი კრიტერიუმებიც იარსებებს და რომელიც დღეს არ ვიცი რა იქნება და მხოლოდ მაშინ მივიღებ ობიექტურ გადაწყვეტილებას და ჩემი თითეული კოლეგა წევრიც მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ სტანდარტით იხელმძღვანელებს, ისე რომ დღეს თქმა იმისა, ვინ იქნება და ვინ არ იქნება ამ სიაში, ეს ძალიან ნაადრევია. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ მათ საზოგადოებისთვის მეტის თქმა მორიგის შეხვედრის დასრულების შემდეგ შეეძლებათ. მომდევნო კვირაში ისინი ისევ შეიკრიბებიან. სასამართლოს თემაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ფონზე დაიწყო. მესამე სექტორის წარმომადგენლები და მოქალაქეები მართლმსაჯულების გადასარჩენად შეიკრიბნენ და სისტემიდან მურუსიძისა და ჩინჩალაძის წასვლა მოითხოვეს. მესამე სექტორის მოთხოვნა ეხება საბჭოსაც, რომელიც NGO-ების აზრით მოსამართლე და არამოსამართლე წევრება უნდა დატოვონ, რომლებმაც მხარი 10 კაციან სიას დაუჭირეს. არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოს გადასარჩენად გაერთიანდნენ. მესამე სექტორმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად შექმნილ სამუშაო ჯგუფს ბოიკოტი გამოუცხადა და შეხვედრის პარალელურად საპროტესტო აქცია გამართა. ჩვენ არ შევეგუებით მართლობა სასამართლოს სისტემაზე. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა იუსტიციის საბჭოს იმ წევრების გადადგომაა, რომლებმაც 24 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატს მხარი დაუჭირეს. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ვიდრე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეს წევრები არ დატოვებენ მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებზე საუბარს აზრი არ აქვს. სასამართლო ეკუთვნის აბსოლუტურად ყველას და პირველ რიგში ეკუთვნის ადამიანებს, მისი უფლებებიც ირღვევა და ისინი სასამართლოში ვერ პოულობენ სამართალს. თუ ხელისუფლება დროულად არ მიიღებს მნიშვნელოვან და სწორ გადაწყვეტილებებს, მე ვფიქრობ, რომ ეს პროტესტი კიდევ შეიძლება უფრო რადიკალური გახდეს. ხელისუფლება დიალოგზე ისე უჯდება მაგიდასთან იმ ხალხს, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საზოგადოების მოტყუებით, საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრით დაენიშნათ თანამდებობებზე მათთვის სასურველი კანდიდატები. რეალური ცვლილებები გატარდეს სასამართლოში და ეს ცვლილებები ვერ მიიღწევა, სანამ ის ხალხი მართავს სასამართლოს, ვინც მართავს. კრიტერიუმებზე საუბარი არის თვალში ნაცრის შეყრა. ამ საბჭოს გინდა ესეთი კრიტერიუმი
კრიტერიუმები დაუწერეთ, გინდა სულ არ დაუწეროთ კრიტერიუმები, საბოლოო ჯამში ისინი მაინც ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, როგორიც მიიღეს ერთი თვის წინ ჩინჩალაძე უზენაეს სასამართლოში, მურუსიძე უვადოდ აპელაციაში. საბჭო უნდა დაკომპლექტდეს ახლიდან და აი მხოლოდ ამის შემდეგ ექნება კრიტერიუმებზე საუბარს აზრი. გაუგონარი ურცხვი პროცესის მომსწრეები ვართ ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები, ადამიანები, რომლებიც ველოდით რეალურად სამართლიანობის აღდგენას, სახეზე მივიღეთ უსამართლობის აღდგენა, სახეზე მივიღეთ უსამართლობის უვადოდ აღდგენა. საპროტესტო აქცია მესამე სექტორმა სწორედ იმ შენობის წინ გამართა, სადაც სამუშაო ჯგუფში მონაწილეების შეხვედრა უნდა გამართულიყო. შეხვედრის მონაწილეებს შენობაში შესვლამდე აქციის მონაწილეების ხმაურიანი შეძახილების მოსმენა უწევდათ. განსაკუთრებული ხმაური უვადოდ გამწესებული მოსამართლის ლევან მურუსიძის გამოჩენამ გამოიწვია. დაანებეთ თავი ამ ქვეყანას, თქვენი არ არის ეს ქვეყანა. სანდრო გიგულიანი მოკლე. ადამიანის მკვლელობის შენ პრაქტიკაში დახვიდე, ერთო პრაქტიკაში დახვიდე. ხო, სანდრო გიგულიანი მოკლეს. მკვლელები, რომლებაც მოკლეს სანდრო გიგულიანი, ციხეში ჩავსვი მე. გულზე ხელს დავიდე და გეტყვირო. სანდრო გიგულიანის მკვლელობაში ბრალი ვისაც ედებოდა, ციხეში ჩავსვი მე. მე თუ ისმექ და ის ლაქა მოკრული რეალურად რომ გირგულიანის ამბავში თურმე მე ვარ დამნაშავე და არ ყოფილა არავინ სხვა, აი ეს არის შეფრით ძიბე. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს გაჯანსაღებისა და დამოუკიდებლობისთვის არც წინა და არც ახლანდელ ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. მათი აზრით სამუშაო ჯგუფის შექმნას ფორმალური ხასიათი აქვს. არა, თუფლება რომ აკითხეთ. თქვენს უნდა გაეთრიოთ ხოცებთან ერთად. ყველანი ერთად. შენ ვერ შეცვლი სისტემას. შეხარავ სისტემის ავტორი. სისტემა შექმნის ხალხი. იმ შემთხვევაში თუ მესამე სექტორის და სამოქალაქო აქტივისტების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელახლა არ დაკომპლექტდება, ისინი საპროტესტო აქციებს აანონსებენ. გამოშვებას უცხოეთის ამბებით ვაგრძელებთ. შტატების პრეზიდენტის თქმით, იმ შემთხვევაში თუ დემოკრატები მექსიკის საზღვარზე უსაფრთხოების კედლის აშენებას არ დათანხმდებიან, ტრამპი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს. პროექტისთვის დონალდ ტრამპი კონგრესს 5 მილიარდ 700 მილიონი დოლარის გამოყოფას თხოვს, თუმცა ინიციატივას დემოკრატიული პარტია ეწინააღმდეგება. მხარეებმა შეთანხმებას 15 თებერვლამდე უნდა მიაღწიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას განმეორებითი შატდაუნი ემუქრება. საგანგებო მდგომარეობა პრეზიდენტ უფლებას აძლევს კედლის აშენების განკარგულება კონგრესის გვერდის ავლით გასცეს. $27 იანვარს გაეროს გადაწყვეტილებით ჰოლოკოსტის მსხვერპლთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. დღეს მსოფლიო 6 მილიონ მოკლულ ებრაელს, ბოშას, იძულებითი შრომის მსხვერპლსა და ნაციონალ სოციალიზმის მსხვერპლ ადამიანებს იხსენებს. ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი 1945 წლამდე მოქმედებდა. ამ პერიოდის განმავლობაში იქ უამრავი ადამიანი დახოცეს. 1945 წლის 27 იანვარს საბჭოთა ჯარებმა ოსვენციმი გაათავისუფლეს. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით გარდაცვლილებისთვის მისაგებად მათი ახლობლები და საკონცენტრაციო ბანაკში გადარჩენილები მივიდნენ ადგილზე. ოსვენციმი პოლონეთში მდებარეობს და მსოფლიოში ერთადერთი საკონცენტრაციო ბანაკია, რომელიც იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობადაა აღიარებული. ბრაზილიაში კაშხლის გარღვევის საფრთხე კვლავ არსებობს. დაკარგულთა სამძებრო სამუშაოები დროებით შეჩერებულია. მაშველები 24,000 ადამიანის ევაკუაციას ცდილობენ. ამ დროისთვის დაკარგულთა რიცხვი 25 აღწევს, დაღუპულია 40-მდე ადამიანი. როგორც ირკვევა რკინის მომპოვებელ მაღაროს, სადაც ინციდენტი მოხდა, ზედამხედველობას გერმანული კომპანია უწევდა. კომპანიის თანამშრომლების თქმით, მაღარო ბოლოს 2018 წელს შეამოწმეს და ხარვეზები ვერ აღმოაჩინეს. Eu não fico dentro de casa, não. Depois dessa aí, a lama tá só descendo. O volume de água é muito... საინფორმაციო გამოშვება ამით დასრულებულია. ნახვამდის.